მარიამ გამარჯობა. გამარჯობა ნეტია, როგორ ხარ? ძალიან ლამაზი ხედია და ინსპირაცია მიბრუნდება ნიუ-იორკის ოდნავ აქ რომ მოვედით. გავიმყოფებით მიდთაუნში, ნიუ-იორკში. ძალიან ძველ ისტორიულ ადგილას. ეს სტუდიო არის დაახლოებით 100 წლის, ერთ-ერთი პირველი სტუდიო. სადაც წერდნენ განმაგარი მუსიკოსები მუსიკას. როგორც არის ჯონ ლენონი, როლინგ სტოუნი, პატ სმითი და ასე შემდეგ. მადლობელი ვარ, რომ მაქვს საშუალება, რომ აი აქ სტუდიოში ვისწავლო მუსიკა, ვიმუშაო ძალიან მაგარი არტისტებთან. ვარ საქართველოდან, თბილისიდან. 33 წლის. 33 ხარ? კი. მართლა. იესოს ის ვარ, age. კი. და ყველაფერი ეხლა ხდება რა, 33 წლის რაღაც ძალიან რამე მოხდა. ზოგადად ბევრი გარდატეხვა იყო ჩემს ცხოვრებაში და სიმგონია რაღაც ბევრჯერ დავიღუპე და თავიდან დავიბადე. მაგრამ ეს ბოლო რამოდენიმე წელი რაღაც სასწაულებრივად დიდი გამოფხიზლება ხდება ჩემში. თითქოს აი ყველაფერს ხვანაირად შევხედე. ეხლა ვცემ პასუხებს ჩემი კითხვებს. ყველაზე დიდი კითხვა რაზე იყო? ალბათ ვინ ვარ? ერთადერთი ყველაზე დიდი მიზანი ჩემს ცხოვრებაში არის საკუთარი თავი შევიცნო. დაუძლიო შიშები, დაუძლიო კომპლექსები და ასე ვთქვათ, გამთავისუფლდე ისე საკუთარი გონებიდან. შიშები საიდან მოდის? ალბათ ბავშვობიდან. ძალიან პატარა ასაკში მომიწია, რომ გავხდარიყავი დიდი. 4 წლის ვიყავი, როცა დედას რაღაც მოულოდნელი რაღაც დაემართა და ერთ დღესაც უბრალოდ ვეღარ ადგა. ეს იყო ძალიან ბევრი კითხვები ჩემს ცხოვრებაში, ანუ რა მოვიდა დედას. და იმის მერე მე ვიცხოვრობდი და ვიზრდებოდი სხვადასხვა ოჯახში. მე მამა ჩემიც დაიღუპა 9 წლის რო ვიყავი და მოკლედ აი ძალიან მიწევდა ესე ვთქვათ ხანიკ ესე ცხოვრება. სანამ არ გავხდი ასე ვთქვათ თინეიჯერი, სადღაც 15-16 წლის ასაკში უკვე მუშაობდი, თან სკოლაში დავდიოდი, უნივერსიტეტის ვამზადებოდი. ჩემი პირველი გაცნობიერება, ასე ვთქვათ, ღმერთის დაიწყო 9 წლის ასაკში, როცა მამაც ავად მყავდა და პირველად წავედი ეკლესიაში და მახსოვს, რომ ძალიან მეხმარებოდა იმ პერიოდში ეკლესიაში სიარული. თუმცა რაღაც ასაკამდე, იმიტომ რომ მე უფრო მეტი კითხვები გამიჩნდა, ბევრი რაღაც არ მომწონდა, კონფლიქტური სიტუაციები იყო ჩემს გონებასა და ეკლესიას შორის. ანუ იქ რო ვიყავი, უკვე ხარ გძნობდი კომფორტულად თავს, იმიტომ რომ გძნობდი, რომ უფრო და უფრო ყუთში და ნაჭუჭში შევდიოდი იმის მაგერად, რომ გამთავისუფლებულიყავ. შევწყვიტა ეკლესიაში სიარული სამწუხაროდ, სადაც 16 წლის ასაკში. მე მალევე გავთხოვდი, მე ემიგრაციაში აღმოჩნდი, ოღონდ ესეც ჩემი ოცნება იყო, რომ ნიუ-იორკში მეცხოვრე. დღეს შენ ხარ აი ამ სფეროში, სადაც აი იოგას, მედიტაციას, რაღაც sound healing-ს ამ ყველაფერს აკეთებ. რა შეძებ ამ ყველაფერში? სადღაც 2018 წელს დამეწყო რაღაც ენით აუღწერელი მოვლენები, ესე ვთქვათ, ფიზიკური. უძილობა, ყველაფერი მტკიოდა, ბოდიში და მქონდა სისხდენები, თავის ტკივილები, მკუჭის, ანუ ყველაფერი რო ერთდროულად გიტევს. და გარდა ამისა, როგორი შფოთვები მქონდა, იცი, რომ მივდიოდი პანიკურ შეტევამდე და ბოლოს ავადმყოფოში. ძალიან დიდი კვლევების და ასე ვთქვათ, ექიმებში სირბილის მერე დამიცნეს დიაგნოზი, რომ მქონდა აუტოიმუნური დაავადება, ლუპუსი. რო გავაკეთე გამოკვლევა, რა იყო ლუპუსი, ძალიან შემეშინდა. მანამდეც mental health-ით ვიყავი დაინტერესებული ზოგადად, ფსიქოლოგიით და ტვინი მაინტერესებდა და აი მანდაც ზუსტად ტვინს დაუკავშირდი. ვიყავი აშრამში, იოგა აშრამში. 3 თვე ვიცხოვრე იქ და გავხდი იოგა ინსტრუქტორი, მაგრამ რატომღაც მქონდა ხოლმე აი ეს resistance რო ამბობენ, ხო იცი, აი როცა იქ გალობდნენ ჰარე კრიშნა, ჰარე ვერა და ვერ გალობდი, ანუ რაღაცა აი არ მოდიოდა ჩემგან და ჩემი არ იყო. ამიტომ იოგას მივდექი ისე როგორც ფიზიკური ვარჯიში და არა როგორც სულიერი პრაქტიკა. გზადაგზა ხვდებოდი ჰილერებს, შემთხვევით, ხან ძებნით, ხან ისე უბრალოდ შემთხვევით. ერთ-ერთმა ქალმა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც მითხრა, რომ ერთ დღეს მიხვდები, რატომ ვაკეთებ ამ ყველაფერს, საიდან დავიწყეო და მიხვდები ვინ ხარო. დაუსვი ჩემ თავს ის კითხვები, რომ აი რა მინდოდა ყოველთვის. მუშაობდი ნარკოდამოკიდებულებთანაც, მუშაობდი მოხუცებთანაც, მუშაობდი ბავშვებთან, ანუ ყოველთვის იყო რაღაცა აი დახმარება, განკურნა, ანუ და მე ჩემ თავს მეთქი რატო ვერ ვშველი. ამიტომ ცოტა ხანი დავანებე სამსახურსაც თავი ყველაფერს წავედი დღეში
კეპკოჩი სამი თვით შუაგულდღეში ცხოვრობდი მარტო რაღაც პატარა ხის სახლში დავიწყე ლოცვები ძლიერად გავაძლიერე ასე ვთქვათ ჩემი უფალო შემიწყალენ და როცა მეწყებოდა პანიკური შეტევები ვიწყებდი ლოცვას და სიმართლე გითხრათ ტკივილი ქრებოდა შენ დაკარგე ორივე მშობელი რაც ვერც წარმომიდგენია ეს რა არის მაგრამ ეს ამას რო კარგავ და sorry I'm sorry but it has to be honest okay რას გაუზიარებდი და რას ისურვებდი აი იმ თუნდაც პატარა სულებისთვის ან ბავშვებისთვის ან იმ ადამიანებისთვის ვინც გადის იმ გზას რაცაც შენ გადიოდი ოდნავ დავიჭიროთ ოდნავ დავინახოთ და მუთხრათ რომ ისინი მარტო არ არიან წმენა არ დაკარგონ წმენა არის ალბათ პირველი წამდე შენი თავის პირველ რიგში იმიტომ რომ that's all you got ხოლოდ ეგ გაქვს შენი თავი არავის არ ფლობ არაფერს არ ფლობ ყველაფერი დროებითია ეხლა ზუსტად მაგაზე ვმუშაობ რომ it's okay რომ დაღრმად დაუკავშირდა it's okay რომ ანუ ბოლომდე შეიყვარო და მთელი გულით შეიყვარო თუნდაც დაკარგო იმიტომ რომ მაინც მევცილებ რომ ჩემი თავი შევინარჩუნო ერთი რაღაც გავიაზრე რომ მყავს ჩემი თავი ვარ ჩემი თავის დედაც და მე უნდა ვიყო კარგად დღე რო იწყება და ვიწყებ მადლიერებით რომ მადლობა ღმერთს რომ თამანდელთა გამითენე და მადლობა ჩემი შვილებისთვის და მადლობა ყველა იმ ადამიანისთვის ვინც ჩემ ცხოვრებაში არიან ეს მადლობა ზანდი ძალას უნდა კონცენტრირდეთ უფრო სიკეთეზე და სინათლეზე და ძალიან დიდი darkness-ია ძალიან დიდი სიგნალია დედამიწაზე და ბავშვობიდან აი 4 წინა რო გეკითხა მე გეტყოდი რომ არ მომწონს აქ არ მინდა აქ ყოფნა ანუ აი არ მინდა იცი თვითყოლობას ესე ვერ ჩავდენდი იმიტომ რომ რაღაც გრძნობდი პასუხისგებლობა ჩემი ცხოვრების მიმართ მიუხედავად იმისა რომ მიცდია ძალიან პატარა ასაკში გადავში მაგრამ ძალიან დიდი ხანი გონება მართლა არეული მქონდა ხო და ანუ ეგ არ არის გამოსავალ და იმ ადამიანებს ალბათ ვისაც ტკივა და არიციან გზა როგორ იპოვონ ვატყოდი რომ გზა ყოველთვის არის damn girl ყოველთვის არის გზა ანუ ისე შეხვდები იმ ადამიანს თუნდაც ერთი სიტყვით რომ განკურნავს ისე შეხვდები ისეთ სიტუაციას რომ აი ეს ყველაფერი რაღაცნაირად გამოგეხოს თავარია ეს გინდოდეს და მიიღო ახლა შენ რომ მომწერო 2 დღის წინ ერთი წამით არ დავფიქრებულ ვარ კი თუ არა იმიტომ რომ ვიფიქრე რომ ეს არის სამყაროსგან გამოგზავნილი მესიჯი რომელიც მე უნდა მივიღო და ეს არის ალბათ პირველი ნაბიჯი ჩემი იმის რომ რაღაც საუბარი დავიწყო მიუხედავად იმისა რომ აი ძალიან მრცხვენია ეს ხმამაღლა საუბრის და ეს უნდა დავძლიო ერთ რაღაცას ვეტყოდი რომ რაც გულით გინდა უნდა გააკეთო და მე მახსოვს რომ ყოველთვის მთელი გულით მინდა და დამეწერა წიგნი მაგრამ აი იმდენი შიში მქონდა რომ აი მას რო ის წაიკითხავს ჩემი ნათესავი ან ამას რო ის ჩემი მეგობარი წაიკითხავს რაღაც სისულელე კომპლექსები და იმედი მაქვს რომ ვიპოვი ძალას რომ დავწერო ის რაც მინდა რომ დავწერო როგორც ჩემი მეგობარმა ერთხელ შევამითხრა იხმაურეო მაშინ ვერ მივხვდი ზუსტად რა იგულისხმება მაგრამ ეხლა ხვდები რა ყველამ უნდა ეცადოს რომ რაღაც გზები იპოვოს რომ თავისთავი გამოხატოს ეს იქნება ხელოვნება ეს იქნება მუსიკა ეს იქნება ლოცვა ეს იქნება რამე ნებისმიერი რიტუალი რაც მის სულს დაამშვიდებს თუნდაც ეს იყოს ყავის დალევა და სიგარეტის მოწევა მეგობრთან ერთად მაგრამ აი გულწრფელი უნდა იყო იმაშიც არაუშავს ანუ არაუშავს თუ ტკივა უნდა მიიღო და გაზია რა ასე ვთქვათ იმიტომ რომ ეს უკვე ერთი ნაბიჯი არის იმისკენ რომ აი შენ გაიაზრე რომ ეს რაღაც გაწუხებს და ეზებ უკვე გზებს ამისაბანავად აუცილებლად იპოვე იცი რას ნიშნავს ნამასტე yes what does it ნიშნავს ნამასტე არის ესე ვთქვათ მშვიდობა and the light in me sees the light recognizes the light in me Namaste. Namaste. Ano sinatve ჩემში ხედავს sinatves შენში. მადლობა შენ ძალიან დიდი